მოგესალმებით, დღეს პარასკევია და თქვენ უყურებთ თემას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი სტუმარი გახლავთ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ხახუბია. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მისი გუნდის წევრები, მისი თანამოაზრეები. ეს გადაცემა ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ რადიო ჰარმონიის ეთერში FM 105-ზე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი იმისთვის, რომ მოხვედით და ხართ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოდით უამბეთ მაყურებელს თქვენ შესახებ, თქვენი გავლილი გზის შესახებ, გისმენთ. გამარჯობათ, გალბატონოთია. მივესალმები ჩვენ სამომრჩეველს, მივესალმები ჩემს ფოთელებს, ჩემს გურულებს, ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მე გახლავართ ირაკლი ხახუბია, დაბადებული ქალაქ ფოთში. სწავლა-განათლება დავიწყე ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საშუალო სკოლაში. რის შედეგად გადავედი ქალაქ თბილისში, დავამთავრე გრიგოლ კობახიძის 77 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, დავამთავრე თბილისში ორი უმაღლესი 2005 წლიდან 2000-დან 2005 წლამდე მუშაობდი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2005 წელს პირადი განცხადების საფუძველზე წამოვედი საჯარო სამსახურიდან, მას შემდეგ გახლავართ კერძო სექტორში. მაქვს გამაჩნია ორი ქარხანა, სადაც ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყავს მეუღლე და ორი ვაჟი, ორივენი დაქორწინებულები არიან. ყავს შეძენილი შვილები, ნინიკოები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესო შუგარი გამიკეთეს თუ კი რამე შეიძლება ამ ქვეყანაზე, მათ შორის ირაკლი და გიორგი, ჩემი შვილიშვილები ირაკლი და გიორგი ხახუბიები. ყავს მამა გონერი ხახუბია, გახლავართ ას გარდაცვლილი ნაილი თელიას შვილი. ბატონო ირაკლი, თქვენ საქმიანობდით იყავით საჯარო მოხელე, საქმიანობდით ბიზნესში და უცებ მოინდომეთ პოლიტიკაშიც გესინჯათ ბედი. რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება? აქამდე არასოდეს მართლად პოლიტიკაზე არ მიფიქრია, როცა მივიღე შემოთავაზება სახელმწიფო გუნდისგან, დავთანხმდი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყანას ყავს ისეთი გუნდი, რომელიც აპელირებას აკეთებს კანონის უზენაესობაზე. მე გახლავართ ბიზნესის წარმომადგენელი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მინდა ეს ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემ ქალაქს. მე როგორც ფოთის, ასევე გახლავართ ოზურგეთისა და ლანჩხუთის რამოდენიმე სოფლის, ასე ვთქვათ, მაჟორიტარობის კანდიდატი. გავერკვიე ყველა საკითხებში, ძალიან კარგად ვიცი თუ რა სჭირდება ჩვენ ქალაქს, რა არის ჩვენი ქალაქის პრიორიტეტები და მე აუცილებლად ამას წარმოადგენ. ინიციატივებს შევალ საკანონმდებლო ორგანოში და ჩემი ხმა აუცილებლად ხმამაღლა იქნება თითოეული ჩვენი ფოთელის გურულების მანდ გაჟღერებული და ყველაფერს ვიზავ იმისათვის, რომ ვიყო ამ ჩემი ამომრჩევლების ლობისტი პარლამენტში. იცნობთ თუ არა თქვენი ოპონენტების წინასაარჩევნო პროგრამებს და აქვე მინდა კითხოთ, როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი თქვენ და არა თქვენს რომელიმე ოპონენტს? მე ჩემ ოპონენტებზე არ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე რომ რაღაცეებს ამბობენ ისეც, რომელიც ჩვენ გვახსოვს ეს დაპირებები, რომელიც მართლა შეუსრულებელი იყო, ახლა კვირდებიან ისევ თავიდან რომ დაპირებებს, რომელსაც მე ასე ვთქვათ, არ ვენდობი. აქედან ჩვენ რაც დაპირებები გავეცით, ნაწილობრივ მე არ ვამბობ რომ ყველაფერი შესრულებულია, ნაწილობრივ ნამდვილად შესრულებულია, ყველა დაპირებები რაც იყო გაცემული აუცილებლად შესრულდება. ჩვენ მე ვთვლი რომ ქალაქ ფოთს ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ აი მალთაყვის პროექტზე, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო და ამ ხელისუფლებამ მართლაც დიდი მადლობა მინდა ქალაქის ხელმძღვანელობას ამ პროექტისთვის დიდი მადლობა გამოუცხადო. იქიდან გამომდინარე რომ ეს პროექტი ნამდვილად ააგუგუნებს ჩვენ ქალაქს, სადაც იქნება ისეთი საინვესტიციო ბიზნეს გარემო, რომ აუცილებლად ამ ჩვენი მმართველობის პერიოდში მალთაყვა იქნება ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე საქართველოში. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რა იქნება ის საკითხები, რომლის მოგვარებასაც პირველ რიგში შეეცდებით? მე ახლა არ ჩამოვთვლი იმ საკითხებს, რაც მუნიციპალიტეტს დაწყებული აქვს რა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრია დაწყებული, აი თუ გინდათ კანალიზაციის პრობლემა, რომელიც ქალაქს აწუხებდა და დღემდე აწუხებს. ეს პროექტი დაწყებული 100 მილიონიანი პროექტია, რომელიც ბოლომდე მივა. თუ გინებავთ წყლით მომარაგება, წყლით მომარაგებაში 2,5 მილიონი ბოლოს არის გადახდილი და მთლიანად 21 მილიონი დაიხარჯა ამ 4 წლის განმავლობაში, რომ ქალაქ ფოთს კონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. დაწყებულია მუშაობა შიდა ეზოების მოწესრიგებას კარგად მოგეხსენებათ, განათებები, ტროტუარები, ძალიან ბევრია გაკეთებული ქალაქისთვის ნამდვილად.
მე უბრალოდ ამას არ გავყვევი და ვიტყვი რომ ქალაქს აუცილებლად სჭირდება მოწესრიგებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც დამეთანხმებით რომ მოუწესრიგებელია და ამაზე აღარ ვისაუბრებ თუ რატო არის ეს აქამდე ასე მოსული, დაწყებულია მუშაობა კატასტროფის ცენტრის შექმნაზე, რომელიც ქალაქს მომავალ წელს აუცილებლად ექნება, ასევე სტადიონი ქალაქს აუცილებლად ექნება. ჩემი მიზანია ყველაფერს ვიზამ და გავაკეთებ იმისათვის, რომ ქალაქს საცურაო აუზი კონდეს, ჩვენ ახალგაზრდებს ყველა პირობა შევქმნით იმისათვის, რომ კონდეს ქალაქს ბევრი გამაჯანსაღებელი კომპლექსები. ასევე ჩემთვის აუცილებლად მიმაჩნია, რომ ქალაქს თავისი დამოუკიდებელი უნივერსიტეტი კონდეს, სადაც ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდობა ისწავლიან და ჩვენ ყველა ფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ახალგაზრდობა შევქმნათ სამუშაო ადგილი, რომ ადგილზე დავასაქმოთ. გასაგებია, სტუდიაში მყოფებიან ადამიანები, რომლებიც არიან თქვენი მხარდამჭერები, თქვენი თანაგუნდელები, მინდა მიმართო მათ, რას გვეტყვით, რატო უნდა დაუჭირონ მხარი მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ხახუბიას და არა ვთქვათ რომელიმე სხვა მის ოპონენტს. შაკო, დავიწყებ თქვენით. მოგესალმებით ქალბატონო თეა, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. მე ორ ძირითად მიზეზს გამოვყოფ. თუ რატო უჭერ ხალხს ირაკლი ხახუბიას? პირველი მიზეზი და მთავარი მიზეზი ეს არის, რომ ირაკლი ხახუბიას აქვს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია, რომელიც ჩემი აზრით უნდა ქონდეს ყველა მაჟორიტარ დეპუტატს. ეს დაეხმარება მას ჩვენი ქალაქი ძალიან აქტიურად წარმოაჩინოს საკანონმდებლო ორგანოში, რაც ჩვენ ქალაქს დღეს ძალიან სჭირდება. მეორე ძირითადი მიზეზი ეს არის ის, რომ ის წარმოადგენს პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც მე ძალიან ვენდობ. საუბარი მაქვს ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოზე, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში თითქმის ყველა სფეროში განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, დაწყებული განათლების რეფორმით, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითისთვის უფასო სახელმძღვანელოების სკოლებში, ასევე 21 უფასო სპეციალობა, რომელთაც დღეს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი სტუდენტი სარგებლობს. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე მაგალითად სოფლის მეურნეობაში განხორციელებული რეფორმები, მე პირადად მაქვს სოფელი და მე დღეს უფასოდ ვხნავ და თესავ ჩემ კარმიდამოს. ასევე ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელმაც ქართულმა ოცნებამ ამ 4 წლის განმავლობაში განახორციელა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და ეს ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ირაკლი ხახუბიას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა მაჟორიტარი დეპუტატობისთვის. ჩვენ გვჯერამათი ახალგაზრდობა, ფოთელი ახალგაზრდობა მის გვერდით არის და დარწმუნებული ვარ და იმედი გვაქვს, რომ იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ გვაწუხებს ახალგაზრდობას ფოთში, გულთან ახლოს მიიტანს და დააყენებს შესაბამის უწყებებში. დიდი მადლობა. სალომე კაკაჩი, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ჩვენი სტუმარია, ისიც რაც გვეტყვით. უკვე 5 წელია ქართული ოცნების ახალგაზრდულის წარმომადგენელი ვარ და დღეს ვდგავარ ირაკლი ხახუბიას გვერდით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იქიდან გამოწვეული, რომ ქართული ოცნების მიერ წარდგენილია ის მაჟორიტარობის კანდიდატად. მე მას გვერდით ვუდგავარ, იმიტომ რომ ის არის ღირსეული ადამიანი, სანდო ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დანაპირები მის მიერ წარმოთქმული აუცილებლად იქნება შესრულებული. მე ამის დიდი იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, საოცრად ემოციური ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის ტკივილს და გაჭირვებას გულთან მიიტანს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადაჭრას. დარწმუნებული ვარ, რომ მოგვისმენს ჩვენ ახალგაზრდებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი სურვილები დააკმაყოფილოს. ამის მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს. მე მხარს უჭერ მას და პატივს ვცემ როგორც ღირსეულ ადამიანს, პატივს ვცემ მის არაჩვეულებრივ შვილებს, რომლებიც ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ბატონ ირაკლი ხახუბიასთან ერთად და ყველანი მთელი ახალგაზრდული ფოთის წარმომადგენლები, მოკლედ ფოთელები, ყველანი ერთად შევძლებთ ფოთი ვაქციოთ ისეთ ქალაქად, როგორცაც ამდენი წელია ვოცნებობთ. და მე მხარს ვუჭერ ამ ადამიანს და მოუწოდებ ყველას, რომ მხარი დაუჭირონ ირაკლი ხახუბიას. დიდი მადლობა. ჩვენს სტუდიაში იმყოფებიან გადაცემის სტუმრები გურიდან, ბატონი დათო სიხარულიძე ერთ-ერთი მათგანია, იგი ნატანების მკვიდრია. ბატონი დათო, თქვენ რატო უჭერთ მხარს ირაკლი ხახუბიას? მოგესალმებით. ნატანები ერთ-ერთი უდიდესი სოფელია, არა მარტო გურიაში, არამედ საქართველოში. და მოკლედ გასაგებად კიდევ ვიტყვი, რომ იქ სადაც ბლექსი არენა მდებარეობს. ეს დასაწყისია იმ კულტურული ცენტრის ერთ-ერთი საქართველოში მშენებლობისა, რომელსაც საფუძველი დიდმა ქართველმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა.
რაც შეეხება აი იმ ურთიერთობებს, ახალ ურთიერთობებს, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით, ოლქებთან დაკავშირებით, გურიასა და სამეგრელოს დაკავშირებას მოუწია, თან დაკავშირებით მოხდა, მე მგონი ეს პირიქით უფრო დადებითი მომენტია. რამე თუ ეს ისედაც ჩვენს ჭიდრო კავშირებს, მეზობლურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს. მე მინდა შევეხო ბატონ ირაკლისთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც არის სის ხორციელი ყველა ამორჩევლისათვის. ვის ირჩევს, რატომ ირჩევს, როგორ ირჩევს. მე ვიცი ბატონ ირაკლის წარსული, ვიცი მისი საქმიანობის შესახებ, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო სტრუქტურაში მის მოღვაწეობას და ასევე აშკარად წარმატებულ მოღვაწეობას ბიზნესში. დამერწმუნეთ, მე თვითონ ბიზნესიდანა ვარ და ვიცი თუ რა რთულია იყო წარმატებული. ეს საამაყოა მისთვის და მე მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. როცა სოფელში რამოდენიმე დღის წინ ნატანებში კონკრეტულად შეხვედრა გქონდა ბატონ ირაკლისთან, იქ დაახლოებით 600 ამომრჩეველი ესწრებოდა და შემდეგ როდესაც შეხვედრა დამთავრდა, მე მაინტერესებდა აი ეს შეხვედრის აზრი, არსი, რამე თუ ამომრჩეველი არის გრძნობიარი ამ საკითხთან და ყველანი თითქმის ერთხმად ამბობდნენ, რომ მათ მართალ კაცთან აქვს საქმე. მე დარწმუნებული ვარ გავლილიდან და დარწმუნებული ვარ გასავლელი უფრო ძალიან საინტერესო ექნება, იმიტომ რომ მართალკაცობა დიდი საქმეა. ისურვებთ ბატონო ირაკლი წარმატებებს და ვიცი სოფლის აზრი, აბსოლუტური უმრავლესობა გვერდში დადგება საკუთარი ოჯახების წინაშე. რამე თუ ქართული ოცნება, ჩვენი იმედია, ჩვენი სიძლიერე. დიდი მადლობა, ქალბატონი ციცი ჩხაიძე, თქვენი სტუმარი, გილანჩხუთის მკვიდრი გახლავთ. ქალბატონო ციცი, თქვენ რატო უჭერთ მხარს ირაკლი ხახუბიას? მოგესალმებით. ბატონი ირაკლი არის გულისხმიერი ადამიანი, ბატონი ირაკლი არის ბიზნესმენი, წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც არის თავი და თავი ამ საქმეს თვითონ არის მესაკუთრე და დამწყები ამ საქმიანობაში და ამიტომაც ჩემ ლანჩხუთელებს მოუწოდებ ზუსტად რომ დაუჭირონ ამ ადამიანს მხარი. რადგან ეს არის სახე ქართული ოცნების და სახე ბატონი ბიძინა ივანიშვილის. დიდი მადლობა. ქალბატონო მაია, თქვენ რაც გვეტყვით, თქვენს მხარდაჭერას უცხადებთ ირაკლი ხახუბიას, რა არის ამის მიზეზი? მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს თანამოქალაქეებს და ჩემს საყვარელ გურულებს. პირველი რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი ოპონენტები ავრცელებენ ესეთ ინფორმაციას, თითქოს მოსახლეობაში არის ნიჰილიზმი. ჩვენ ხვდებით აქტიურად ბატონ ირაკლის გუნდი, ასე ვთქვათ, მოსახლეობას. ვიყავით ნატანებში, სადაც როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, დარბაზი იყო, აი არ ვიცი, სავსე და მე არ ვიცი მათ შეხვედრებზე ჩვენს ოპონენტებს გულისხმობ როგორი ნიჰილიზმია, მაგრამ ჩვენ შეხვედრებზე მართლა მოსახლეობას უცხადებს, არის ძალიან ესეთი აჟიოტაჟი, ხმაური, უამრავი კითხვები, მაგრამ არის კიდევ იცით მოლოდინი ამ არჩევნების. ეს რაც შეეხება ნიჰილიზმს, ეხლა ფორმატი, რომლის შესახებაც არ შემიძლია არ ვთქვა. მე ვთვლი, რომ ბატონი ირაკლის ურთიერთობა მოსახლეობასთან ეს არის აბსოლუტურად ახალი ფორმატი. არ იძლევა არანაირ დაპირებას და მე ეს როგორც ერთ-ერთ მისთან მოაზრეს მხარდამჭერს ძალიან მომწონს. არ იძლევა დაპირებას, მაგრამ ამბობს, რომ ყველა იმ პრობლემას, რაც არსებობს ქალაქში და ჩვენს გურიაში, ყველა პრობლემა შეისწავლის და მაქსიმალურად იმუშავებს ამ პრობლემების შესახებ და პრობლემები დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მან კარგად იცის. ჩვენ ეს პრობლემები უпростоრედ მან ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად გაიარა, დაწყებული ეკოლოგიური პრობლემებიდან, პრობლემა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ეს არის მეთევზეების და ზოგადად თევზჭერასთან დაკავშირებული პრობლემები, ახალგაზრდობის პრობლემა. ეს არის უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი იქნება ეს თუ სხვა ფორმატით რაიმე უნივერსიტეტი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ანუ ბევრ პრობლემას გავდივართ ერთად. მართალია რიგი პრობლემები არის ჩვენი გადასაწყვეტი, გულისხმობ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისეთი მხარდამჭერი პარლამენტში და ისეთი ლობისტი, როგორც ბატონი ირაკლია, ასე რომ მე მას მხარს ვუჭერ, ბატონ ირაკლი ხახუბია, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი და პირობას გაძლევთ ფოთელებო, რომ ჩვენ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი პარლამენტში. დიდი მადლობა, ბატონო გიგო, თქვენ რაც გვეტყვით? მოგესალმებით.
მოგესალმებით სვირფასო საზოგადოება, მე მინდა მივესალმო ფოთელებს, აგრევე ჩვენ მეზობელ გურულებს და მინდა ბატონ ირაკლის მოусურვო ყოველნაირი წარმატება. ეს არის წარმატებული ბიზნესმენი, წარმატებული ოჯახი აქვს ამ კაცს. მას აქვს ცდომილება სპორტთან და ამიტომ მთელი სპორტის საზოგადოება მას ერთ ცალსახად უჭერს მხარს. ის თვითონ ფეხბურთსაც თამაშობდა ახალგაზრდობაში და მე მინდა უსურო მას პოლიტიკაში წარმატებები. მან ქართულ ოცნებაში განსაკუთრებული მუხტი შემოიტანა სხვათა შორის მისი ადამიანობით, მისი კაცურკაცობით, მისი ფოთელობით და მინდა პარლამენტში უსურო წარმატებები ბატონ ირაკლის. მადლობთ. დიდი მადლობა. ბესიკ ტაბიძეა კიდევ ერთი სტუმარი ლანჩხუთიდან. ბატონო ბესიკ, თქვენ რატო უჭერთ მხარს ბატონ ირაკლის? მოგესალმებით. მე ვარ ბესიკ ტაბიძე, ლანჩხუთის საკრებულოში ნიგვზიანის მაჟორიტარი დეპუტატი და ასევე ვარ ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე. მივესალმები ჩემ ფოთელებს, მთლიანად სამეგრელოს, თქვენს ყველა ტელემაყურებელს, მინდა ერთი რამე გითხრათ. ჩვენ გურულებს როცა ფოთში შემოვდივართ, გურიის ქუჩით შემოვდივართ და 10 მაგი და 100 მაგი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ გურულებს. როცა იქნება არჩევნები 5231 ამომრჩეველია და მე ვფიქრობ რომ უმრავლესობა და ყველა რაც შეიძლება მაქსიმუმ მოვა იქა რომ ხმა მივცეთ ბატონ ირაკლის და გეტყვით ერთ რამეს ჩვენ იმის გარდა რომ ინფორმაცია გვაქვს რომ ირაკლი არის წარმატებული ბიზნესმენი და წარმატებული ბიზნესი აქვს და უამრავი ხალხი ყავს დასაქმებული ეს კაცი არის სუფთა ხელებით მოსული წესიერი კაცი რომელიც აქტივთან შეხვედრის დროს როცა ეს იყო სუფსაში ხალხმა დაინახა რა ფილოსოფია გლეხს არ ჭირდება გლეხს უნდა კონკრეტულად იმ სოფელში განათებაზე იყო საუბარი იქ იყო წყალზე საუბარი იქ იყო გზაზე საუბარი რომელიც მაღლეში დღესაც ისეთი თემა არის რომ იქ 700 მეტრო ასფალტი კეთდება და გარდამავალი პერიოდია მაგრამ ხალხს ჩვენ გურულებს გვინდა რომ ცოტა სწრაფად ვქნათ ყველაფერი მაგრამ ასე სწრაფად არ ხდება და მე დარწმუნებული ვარ რომ ირაკლი როცა დეპუტატი გახდება ჩაერევა შემდეგ და მიხედავს ამ პრობლემებს და სოფელში არის ისეთი პრობლემები რომელიც მე დარწმუნებული ვარ და ის ხალხისა დარწმუნებულია ძალიან კარგი ეფექტი გამოიღო იმ დღეს როცა ხედავდა რომ ირაკლის ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია. მინდა გითხრათ ერთი რამ კიდე რომ არ თქვა შეიძლება რომ ჩვენ ქართულ ოცნებასთან ერთად მოდის ეს კაცი და თუნდაც იმ პრემიერის გამოსვლა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის გასაკეთებელი და აწინდელი რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ქართველებს ბავშვის გაჩენის ხო გვახსოვს კაცო ბავშვის გაჩენის სამშობლოში ბავშვი უნდა გეყიდა. ახლა უფასო არის. ჯანდაცვა და საოპერაციო ხალხი, ესე იგი, უამრავ ყველაფერი უნდა გაეყიდა, გლეხს რომ ოპერაცია გაეკეთებია, ხო, ეს უფასოა. და ძალიან ისე ახალგაზრდა კაცმა თქვა, მივესალმები ამას, ეს არის ხუნათესვასთან დაკავშირებით რა. 20 ლიტრის ენერგიას დაურიგებდნენ გლეხს და ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. ახლა ძალიან კარგია დახნული და რა ქვია და სოფელში რა, გლეხს არის სიმინდი, მოსავალი და მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ მე მჯერავს რომ ამ დიდ გუნდთან ერთად რომელსაც ქართული ოცნება ქვია და ძალიან ბევრი საქმეა კიდე საკეთებელი მე მჯერავს რომ ასეთი ძლიერი პიროვნება როგორც არის ჩვენი ირაკლი ხახუბია მჯერავს რომ ეს კაცი ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნის და მინდა გითხრათ მარტო გურულებს კი არ მინდა მოუწოდო მინდა ჩემს მეგობრებს ფოთში ძალიან ბევრი ნათესავი ახლობელი მიყავს ყველას ვთხოვ რომ ასეთ ღირსეულ კანდიდატს მისცეს ხმა და მობრძანდეს 8 ოქტომბერს ყველა საქმე გადადოს და შემოხაზოს 51 პარტია და 51 ირაკლი ხახუბია რა. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი თქვენ რას გვეტყვით? ფოთის მერი საჯარო მხარდაჭერას უცხადებს ბატონ ირაკლი ხახუბიას, რატომ უჭერთ მას მხარს? მოგესალმებით, მივესალმები ჩემს გურულებს, ჩემს თანაქალაქელებს, ფოთელებს. მინდა რომ გავიხსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდი დაახლოებით 25 წლის წინ სულნათი გამსახურდიას დროს ჩატარდა ფოთში ევროპის ჩემპიონატი. ამის შემდეგ მე ვერ ვიხსენებ ძალიან მნიშვნელოვან რაიმე საკითხს ქართული ოცნების მოსვლამდე. ანუ ყველა заინტერესებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვა პარტიებს უსახელოს, მოდი ასე ვთქვათ, რომ ეყიდათ ნავსადგური და იცით 2 მილიარდიანი ნავსადგური 100 მილიონად იყიდეს, ეს სხვა თემაა, სხვა საუბრის თემაა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამ ფოთის დაატყო უკვე და არ ჩამოვთვლი მე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ერთს ვიტყვი მარტო ფუნქცია, დამატებითი ფუნქცია შეეძინა ქალაქს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ტურიზმი განვითარდეს. ერთ დროს სახილიკო და ერთ დროს დასაცინი თემა დღეს ყველა ოპონენტიც კი უკვე თანხდება იმაზე რომ ფოთს მომავალი აქვს ტურიზმის და ეს ჩვენი გუნდის დაწყებულია, ქართული ოცნების დაწყებული
მიღებულია ეს. ანუ ქართული ოცნება არის წარმატებული გუნდი და წარმატებულ გუნდს უნდა ყავდეს წარმატებული პიროვნება. ირაკლი ხახუბი არის წარმატებული პიროვნება. ყველა ასპექტში წარმატებული პიროვნება. ადამიანობაში, კაცობაში, მამაშვილობაში, მეგობრობაში, ბიზნესში, ყველა არ არის სფერო, სადაც ირაკლი ხახუბიას წარმატება არ აქვს და ღმერთმა ამრავლოს ასეთი ქართველები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გურულები, ჩემი ფოთელები მხარს დაუჭერენ ირაკლის და შემოხაზავენ 51-ს ქართულ ოცნების ნომერს და დაუჭერენ მხარს ირაკლი ხახუბიას, ასევე 51. მე 51 და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, რომ პირველ ტურში აი ამ ბრძოლას დავასრულებთ. წარმატებები ირაკლი. დიდი მადლობა ბატონი კახალატარია, ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი. ბატონო კახა, თქვენ რას გვეტყვით, რატომ უჭერთ მხარს ირაკლი ხახუბიას? მოგესალმებით ქალბატონო თეა, მივესალმები ამ მრჩევლებს, ძვირფას ფოთოლებს, ძვირფას გურულებს. მე მინდა თქვა ესეთი რამ. ირაკლი ხახუბი არის ძალიან გულისხმიერი ადამიანი. ის არის ერთ-ერთი ძირძველი, ფოთური, კოლორიტი ოჯახიდან. არის კარგი მეოჯახე, კარგი მამა, კარგი მეგობარი, წარმატებული ბიზნესმენი. რატომ უნდა მისცენ ხმა ირაკლი ხახუბიას ფოთელებმა? ირაკლი ხახუბიას ფოთელებმა ხმა უნდა მისცენ, იმიტომ რომ მან თავისი სულ 45 წლის ასაკში შეძლო ძალიან ბევრი რამ. კერძოდ კარგად თქვენ გეცოდინებათ კრატასიოკის ქუჩა ქალბატონო თეა, ნუ ახლა შეიძლება ბევრს არაფერს არ ეუბნება, ეს სახელწოდება ადრე გაზკანტორის მიმდებარე ტერიტორიას ეძახოდნენ. დაახლოებით 20,000 კვადრატამდე ჭაობში ირაკლი ხახუბია თავის თანადამფუძნებლებთან და მეგობრებთან ერთად შექმნა და გააკეთა $10 მილიონი ინვესტიცია 2006 წელს და შექმნა ISO სერტიფიკატებს მქონე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა, სადაც მას დასაქმებული ყავს დაახლოებით 250,000 ადამიანი. ანუ ეს სეზონურობით რა თქმა უნდა. ირაკლი ხახუბი არის გადამხდელი და ადამიანი თვითონ ქველმოქმედი, ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელი ბიუჯეტში მაქვს ხედველობაში. მას ამ წლების განმავლობაში ბიუჯეტში მე როგორც მისი ბიზნეს პარტნიორი, აი ახლოს ვიცი ეს ციფრები, დაახლოებით 10,000 ლარამდე აქვს შეტანილი ბიუჯეტში. მათ შორის ადგილობრივ ბიუჯეტში 4 მილიონი 900-მდე რა. მას ის საქმიანობა, რაც მან აწი უნდა გააკეთოს, არაფორმალურად დაწყებული ქონდა ჯერ კიდევ. 10 წლის უკან ვერ წარმოიდგენდა ირაკლი დღევანდელ დღეს, რომ მას ამბიცია გაუჩნდებოდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრაზე. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ის აკეთებდა და ახერხებდა ამას, აკეთებდა ქველმოქმედებას, სხვადასხვა შემოწირულობებს, ღებულობდა ოფიციალურად თუ არაოფიციალურად სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობას და მას გაუჩნდა ამბიცია რომ დღეს უკვე აი საკანონმდებლო ორგანოს დონეზე მიიღოს მონაწილეობა აი საჭირო კანონმდებლობების შექმნაში. მე მხარს უჭერ ირაკლი ხახუბიას და მოუწოდებ ყველას მხარი დაუჭეროს ბატონ ირაკლი ხახუბიას. დიდი მადლობა. ზალ კუნჩია ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი, რას გვეტყვით? უკაცრავად 10 მილიონი ლარამდე აქვს შეტანილი ბიუჯეტში. კარგით, მადლობთ. ზალ გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონო თეა, მივესალმები ფოთელებს, მივესალმები ჩემს გურულ მეგობრებს, ახლა ვართ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზალ კუნჩია. პირველ რიგში მინდა ერთ საკითხს შევეხო, ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად არის ახლოს და დაკავშირებული არის ახალგაზრდობასთან. ეს არის პროგრესული იდეები. პროგრესული იდეებია ის სამი იდეა, რომლისთვისაც იბრძვის ქართული ოცნება და რომლისთვისაც გააგრძელებს კიდევ ბრძოლას. ეს არის კეთილდღეობა, ეს არის თავისუფლება და ეს არის სწრაფი განვითარება. თავისუფლება არის ყველაზე საყვარელი ფენომენი ახალგაზრდობისთვის, რა თქმა უნდა და ჩვენ გვახსოვს წარსული. ამიტომაც ვუჭერთ ჩვენ ქართულ ოცნებას მხარს და სწორედ ამიტომაც ვიბრძვით ამ იდეებისთვის. თავისუფლება და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა არის ყველაზე დემოკრატიული ქცევა საერთოდ ნებისმიერი მთავრობის მხრიდან. კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობით, ჩვენი მშობლების კეთილდღეობით, ჩვენი ყოფაცხოვრების დონის გაზრდით და ასევე მინდა ვთქვა სწრაფ განვითარებაზე. ახალგაზრდები ისეთი ასაკში ვართ და ისეთი ადამიანები
ისეთი ადამიანები ვართ, რომ ყოველთვის ყველაფერი სწრაფად გვინდა მოხდეს და ყოველთვის გვინდა შედეგი და რეზულტატი პოზიტიური მივიღოთ მალე. სწორედ ამიტომ უნდა დაუჭიროთ ჩვენ ახალგაზრდებმაც, ჩვენმა მშობლებმაც, ჩვენმა ოჯახის წევრებმაც, მაკაცებმაც, ნათესავებმაც ქართულ ოცნებას და მის წარდგენილ კანდიდატ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ხახუბიას. ირაკლი ხახუბია მე მინდა გულწრფელად ვთქვა მართლა, ყოველდღე გვიდასტურებს აი თავის თბილ და უშუალო ხასიათს, თავის მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და ჩვენ გვჯერა, რომ იქნება ეს ადამიანი ქალაქის ხმა საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არა მარტო ზრდასრული და ვთქვათ ასაკში შესული ადამიანების ინტერესებს გამოხატავს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ ახალგაზრდების პრობლემებისთვისაც იბრძოლებს. იმ საჭიროებებისთვის, იმ სურვილებისთვის, რომლებიც ჩვენ გვაგვაჩნია. ჩვენ გვინდა რომ ირაკლი ხახუბიასთან ერთად, ქართულ ოცნებასთან ერთად ავაშენოთ უკეთესი ფოთი, მომავლის ფოთი, თავისუფალი ფოთი, კეთილდღეობით აღსავსე ქართული ოჯახები, რომელიც ფოთში არის. და ამიტომ მინდა ყველა ახალგაზრდას მოუწოდოთ დადგეს ჩვენს გვერდში და დაგვიჭიროს მხარი, როგორც ჩვენს კანდიდატს ირაკლი ხახუბიას, ასევე ქართულ ოცნებას. ასევე მინდა შევეხო ქალაქ ფოთში მიმდინარე პროცესებს და ვთქვათ ღონისძიებებს. აი ელემენტარული ავიღოთ, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა, მაგალითად ფაზისობის დღესასწაული, კულტურული ღონისძიება, რომელიც იყო გრანდიოზული, მართლაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში იყო, რა ვიცი, სხვადასხვა ხასიათის კონცერტები, სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებები, გამოფენები. ეს დღესასწაული წარსულში, წინამთავრობის პერიოდში იყო აბსოლუტურად მივიწყებული და იყო ქალაქისთვის სამარცხვინო, როგორ ვთქვათ, ანუ საზოგადოებისთვის გასახსენებლად სამარცხვინო ეს ყველაფერი, როდესაც ქალაქს, ერთ-ერთ უძველეს ქალაქს საქართველოში ფაზისობის დღესასწაულის აღნიშვნა საერთოდ მივიწყებული ჰქონდა. ამიტომ არ ჩვენ კმაყოფილები, ამიტომ არ ჩვენ ბედნიერები და ამაყირო ვართ ქართული ოცნების ახალგაზრდობის წევრები და ვდგავართ ირაკლი ხახუბიას გვერდში. დიდი მადლობა, ქალბატონი ირაფაცია, ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი. ქალბატონო ირა, თქვენ რაც გვეტყვით, რატომ უჭერთ მხარს ირაკლი ხახუბიას? მოგესალმებით. ჩემო ძვირფასო ფოთელებო და ჩემო ძვირფასო გურულებო, ირაი და ფაცია. მე დღეს ამ სტუდიაში ვიმყოფები იმ ბიზნესმენებისა და მეწარმეების სახელით, რომლებმაც გადავწყვიტეთ ერთხმად, რომ მხარი დაუჭიროთ ირაკლი ხახუბიას. ირაკლი ხახუბია არის ის პიროვნება, რომელმაც თავისი შრომითა და რუდუნებით შექმნა თავისი ბიზნესი. და გვინდა რომ მხარი დავუჭიროთ მას და გავდეს საკანონმდებლო ორგანოში ისეთი პიროვნება, რომელიც ჩვენთან ერთად, ხელისუფლებასთან ერთად გადაწყვეტს ქალაქში საჭირო იმ პრობლემურ საკითხებს, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქალაქის წინაშე და ჩვენი გურულების წინაშე. ირაკლი ხახუბია არის სუფთა ბიზნესმენი, რომელსაც ასეულობით ხალხი ყავს დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქე. მას 100,000-ობით ლარი შეაქვს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ბიუჯეტში. დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი ხახუბია პირველივე ტურში გახდება გამარჯვებული და ის იქნება ჩვენი ინტერესების დამცველი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. მოვუწოდებ ყველას და ვთხოვ ჩემს საყვარელ გურულებს და ჩემს ფოთელებს დავუჭიროთ მხარი ირაკლი ხახუბიას, შემოვხაზოთ 41 როგორც ქართული ოცნება, ასევე ირაკლი ხახუბია. მადლობთ. დიდი მადლობა, ქალბატონი მზია ბახტაძეა, ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი. გისმენთ ქალბატონ მზია. მე ამ სტუდიაში ხლა ძალიან ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ირაკლი ხახუბია არის ჩემი ყოფილი მოსწავლე და ამდენი პოზიტივის მოსმენა შენი ყოფილი მოსწავლისაგან მოსწავლის მიმართ არის მართლაც ძალიან დიდი რამ. მე არაერთი წარმატებული ადამიანის ყოფილი მასწავლებელი ვარ და ძალიან მიხარია რომ ირაკლი ხახუბიაც ამ წუთას ამ რიგებში დგას როგორც მომავალი პოლიტიკოსი. მე ბავშვობიდან ვიცნობ ირაკლის, იქედან გამომდინარე რომ მის დედასთან ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მეგობრობდი, მამასაც ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მთელი მისი ოჯახი თავიდან ბოლომდე და აქედან გამომდინარე აი ასეთ კარგ ოჯახში აღზრდილი, კარგი განათლება მიღებული ადამიანი, რომელსაც წარმატებები ჰქონდა მთელი თავისი ცხოვრების გზაზე, ყოველთვის არის კეთილშობილი და არის მიზანმიმართული იქეთ, რომ მანაც ის საქმეები აკეთოს, რომ მის გვერდით მყოფ ადამიანებს სიკეთე ჰქონდეთ და ბედნიერება ჰქონდეთ. ირაკლი ძალიან კარგი გზა განვლო იმით, რომ შესანიშნავი განათლება მიიღო და ეს განათლება მან ძალიან კარგად გამოიყენა, რომ გამხდარიყო კარგი ბიზნესმენი, წარმატებული ბიზნესის მკეთებელი და აი ამ თავისი ბიზნესით, აი ამ თავისი საქმიანობით მან დაიმსახურა საქმიანი კაცის
იმიჯი. ეს არის მთავარია საქმე ვაკეთოთ, არა მარტო სიტყვა ვთქვათ, საქმე ვაკეთოთ. და მე სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის მიერ ნათქვამი, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ის თავის ამომრჩეველებს ეუბნება, რომელსაც უხვდაპირებებს არ აძლევს, მაგრამ ეუბნება, რომ ნამდვილად იქნება მათი დამცველი და მათი ინტერესების გამომხატველი ჩვენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებლად შესრულდება. მე მინდა წარმატებები გისურვო ჩემო ირაკლი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფოთელები, ჩვენი მეზობელი გურული ადამიანები, რომლებთანაც შენ ასეთი წარმატებული შეხვედრა გქონდა, აუცილებლად დაგიჭერენ მხარს და შენ ნამდვილად გახდები ფოთის და აი იმ გურიის სოფლების წარმომადგენელი და მჯერა რომ იქნები მართლაც წარმატებული პოლიტიკოსი, როგორც წარმატებული იყავი დღემდე. გმადლობთ ბატონო ირაკლი, თქვენ ძალიან ხშირად, ინტენსიურად ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებით ამომრჩეველს, როგორც ამბობენ თქვენი თანაგუნდელები, არ იძლევით დაპირებებს, თუმცა იგებთ მათ პრობლემებს. რომელია ის, რა არის ის სამი პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს თქვენ თანაქალაქელებს? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მართლაც ნამდვილად არის ქალაქში პრობლემები, პირველ რიგში არის დასაქმების პრობლემები. ეს დასაქმების პრობლემები რომ მოიხსნას ამ ქალაქში აუცილებლად ფოთს უნდა მივცეთ განვითარება. თქვენ მოგეხსენებათ რომ ფოთი არის საზღვაო კარიბჭე. მაგრამ ამავე დროს არის პროგრესის კარიბჭე. ეს ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ქალაქს გააჩნია რესურსი და პოტენციალი იმისათვის, რომ იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი საქართველოში. ამ კუთხით უნდა განვითარდეს კერძო სექტორი აუცილებლად. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორის განვითარება ქვეყანაში არის ეკონომიკის შემავსებელის და ასევე სამუშაო ადგილების შემქმნელი არის კერძო სექტორი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდს მთლიანად გვაქვს განსაზღვრული გეგმები იმისათვის, რომ ქვეყანაში და ასევე ჩვენ ქალაქში განვითარდეს კერძო სექტორი. კერძო ამისათვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენს ქალაქში, რომელიც კიდევ ერთხელ დაწყებული არის და წარმატებით მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს საინვესტიციო ბიზნეს გარემოს შექმნას ქალაქში. აქედან გამომდინარე, კიდევ გვაქვს რამოდენიმე პროექტები, გაშენდება ქალაქში რამოდენიმე წარმოება, მაგრამ მარტო ეს არ ყოფნის. აქედან გამომდინარე, როგორც საპორტო ქალაქი ფოთი აუცილებლად გარდა ამისა უნდა განვითარდეს როგორც ტურისტული ქალაქი. ჩვენ ტურიზმს აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოთ ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქალაქში. ჩვენ ისეთ გეოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს, ადგილმდგომარეობა აქვს ქალაქს, რომ ეს აბსოლუტურად კარგად შესაძლებელი პროგრამა არის. გარდა დასაქმებისა კიდე რომელ პრობლემაზე გაამახვილებთ ყურადღებას? მოგეხსენებათ რა პრობლემა მართლაც არის სოციალურად დაუცველად. ჩვენ ყველაფერს ვიზავთ იმისათვის, რომ შეუსრულოთ მაგათ და ხელი შეუწყოთ ამ პრობლემების მოგვარებას. ასევე ამ ფონდში არის ასე ვთქვათ კიდევ ერთი თემა, რომელზეც დამცირებად მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ეხება ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს. ალბათ დამეთანხმებით, ამ თემაზე საუბრისას ძალიან ხშირად თქვენი სახელი და გვარიც არის ნახსენები. თქვენ ამ მოარული ხმის თუ შეიძლება ესე ვთქვათ, გასაკარწყებლად არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მიიწვიეთ თქვენ ქარხანაში და ათვალიერებინეთ იქ არსებული ვითარება და შეეცადეთ დაგესაბუთებინათ და გეთქვათ ის, რომ თქვენი ქარხნიდან არ ვრცელდება ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი. თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ იმას, რომ სეზონის, ანუ წელიწადის ამ დროს, ამ სეზონზე თევზის სუნი ისედაც არ იქნებოდა ქარხანაში და ფაქტობრივად ეს იყო ყველაფერი რაღაცა რეკლამისთვის გაკეთებული. შეიძლება ესე ვთქვათ. მე მაინტერესებს როგორია თქვენი არგუმენტი. ალბათ გასაგებია ჩემი ოპონენტებისთვის, მეტი სათქმელი მათ არაფერი არ აქვს ჩემს მიმართ, ასე ვთქვათ, აქედან დავიწყოთ. რა შეეხება ჩვენს ქარხანას. ჩვენ 2014 წელს გამოგვიყვეს აგროსესხი, საიდანაც $1,62,000 ზუსტად გადავიხადეთ მაგ ფილდში, რომ ჩვენ ქალაქი ამ სპეციფიური სუნისგან არ შეგვეწუხებინა. კიდე ერთი მინდა ხაზგასმით დავნიშნო. მესმის იყო შემაწუხებელი სუნი, მომწამლელი აბსოლუტურად არ არის ეგ სუნი. უბრალოდ არის ჩვეულებრივი ხარშვის პროცესი. შარშან იანვრის თვეში, როცა მოეწყო ქალაქ ფოთში აქციები, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები თქვენი ტელევიზიიდან, იქ არიან მოსულები და კითხულობენ, შიგნით შეგვიშვითო. გარეთ სუნი არ იყო.
ჩვენ ქარხანაში ერთი წელია, წელიწადნახევარი საერთოდ ცუნი არ გამოდის. მე მესმის მეორე ქარხანაზე შემიძლია იგივე ვთქვა, ბატონი გურამ წიწილაშვილის ქარხანაზე იქაც ცუნი არ არის, არის ორი ქარხანა, რომლიდანაც იყოს სუნი, მე დღეს არანაირი უფლება არ მაქვს მათ მოვთხოვო, უბრალოდ როგორც კოლეგებს ვთხოვე, რომ ეს მოეწესრიგებინათ, დაწყებული აქვს მოწესრიგება მათ ამ პრობლემის და მე პირობას ვიძლევი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, თუ ეგ სუნი ისევ იქნა ქალაქში, მე თვითონ შევალ ინიციატივით, რომ გამკაცდეს კანონი ამასთან მიმართებაში. დიდი მადლობა და აუცილებლად მინდა გურიასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მოვისმინოთ თქვენი გეგმები. რა პრობლემები აწუხებთ და რას გააკეთებთ პირველ რიგში მათი პრობლემების მოწმობ? გურიასაც იგივეს ვიტყვი, იქაც აუცილებლად უნდა შეიქმნას ისეთი ბიზნესგარეთ საინვესტიციო, დაწყებულია გურიაში ძალიან დიდი პროექტები კეთდება, ნატანებში დამთავრებულია გაზიფიცირება, აქვს წყლის პრობლემა, რომელიც დაწყებული არის, ეს ინფრასტრუქტურული პროგრამები როგორც კი დამთავრდება, მე დარწმუნებულია, რომ იქაც შევა კერძო სექტორი და ძალიან დიდი პროექტები განხორციელდება გურიაში. და კიდევ ერთი თემა, თქვენი ოპონენტები ამბობენ იმას, რომ თქვენ იყენებთ სახელისუფლებო რესურსს. როგორია თქვენი პასუხი? მე არაფერში არ მჭირდება აქედან დავიწყოთ, ჯერ არც მჭირდება და მეორე არც არავინ არ იყენებს, მე დავდივარ მოსახლეობაში დღეში მინიმუმ 4-5 შეხვედრას ვატარებ, აი ზუსტად ის ამომრჩეველი არის ჩემი რესურსის და ჩემი ხმაც ის დიდი იმედი მაქვს, მე ძალიან პოზიტიური შეხვედრები მაქვს და მე ყველას ჩემ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო გვერდში დგომისთვის, თანადგომისთვის. მე კიდევ ერთხელ გამიმეორე, ვარ ირაკლი ხახუბია, წარმოვადგენ მაჟორიტარობის კანდიდატს 71 ოლქში, ყველას ვთხოვ, რომ აუცილებლად არჩევნების დღეს მობრძანდნენ საარჩევნო ყუთთან და დააფიქსიროს ყველას თავისი აზრი. რადგან გავიმარჯვოთ. გადაცემა დასასრულს უახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს. გისმენთ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გამარჯობა ჩემო ამომრჩევლებო, მე გახლავართ ირაკლი ხახუბია. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, გურულებო, ფოთელებო თქვენი იმისთვის, რომ ჩვენ მომდევნო 4 წელიწადს თქვენთან ერთად აუცილებლად განვავითარებთ, იქნება საქართველოს თავისუფლება, სწრაფი განვითარებას და კეთილდღეობას. და კიდევ ერთს მოვიშველიებ ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს, ერთობით, თვითმოქმედებით და თვითმმართველობით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და წინსვლას და ღირსეულ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუდიის მთავარი სტუმარი გახდათ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ბატონი ირაკლი ხახუბია და ჩვენ სტუდიაში იმყოფებოდნენ მისი თანაგუნდელებიც. დაგველოდეთ, არ გადართოთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით. ვაგრძელებთ გადაცემას, მე შეგახსენებ თქვენ უყურებთ თემას, ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ რადიო ჰარმონიის ეთერში FM-სა და 5-ზე. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი ფოჩი თენგის ჩაკვეტაძე, სტუდიაში იმყოფებიან მისი თანამოაზრეები. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენგან სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონ თენგო, მოდი დავიწყოთ თქვენი გავლილი გზის შესახებ, წარუდგინეთ თავი მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. მოგესალმებით თქვენ, უღრმეს მადლობას გიხდით მოწვევისათვის. რაც შეეხება ჩემ ბიოგრაფიას, მე თენგი ჩაკვეტაძე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ფოჩი, სწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესიით გახლავართ ინჟინერ-ეკონომისტი. მუშაობდი გარკვეულ თანამდებობებზე და კერძო სტრუქტურებში. ყავს მეუღლე და 3 შვილი. ჩემი ჰობია ნადირობა და თევზაობა. ბატონ თენგო, მოდით უთხარით მაყურებლებს, რა პროგრამით მოდიხართ? რა არის თქვენი ძირითადი პრიორიტეტები? უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო იმით, რომ ჩვენ ქალაქს ძალიან ბევრი პრობლემები გააჩნია რა. არ მინდა რომ არ შევეხო და აი ნავსადგურის თემით მინდა დავიწყო ეს ჩვენი გადაცემა. ჯერ კიდევ როდის ფოთს საუკუნეზე მეტეხნის წინ ნიკო ნიკოლაძემ განუსაზღვრა გეოსტრატეგიული სტატუსი და ის მთავარ სატრანსპორტო არტერიად აქცია, რომელიც ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. უფრო მეტიც ის მონოპოლისტად არის ჩამოყალიბებული და იქ მომუშავე გადამზიდავ კომპანიებში მომუშავე ადამიანებს 5000-მდე ადამიანს უმუშევრობას უქადნის.
ქალაქს ფუნქცია აქვს საერთოდ დაკარგული, არ არსებობს მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, საინვესტიციო პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განვითარებისთვის სტრატეგიული გეგმა და ხედვები საერთოდ. ქალაქში, რომელ ქალაქშიც თვითონ საპორტო ქალაქია, არ არსებობს საცურაო აუზი, ქალაქში, სადაც ფეხბურთის აკვანი დაირწვა, სტადიონი არ არსებობს. დევნილთა სამსახური გაუქმებულია და გადატანილია ზუგდიდში, რაც შესაბამისად გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ელემენტარული საბუთის ასაღებად ადამიანმა უნდა ადგეს და ზუგდიდში უნდა ჩავიდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. არის ამისთან ქარხნები, თუ გინდ ქაფშის გადამამუშავებელი ქარხნების არასწორი მუშაობით მთელი ქალაქი გაჯერებულია თევზისუნით, რასაც არაერთხელ მოყოლია საპროტესტო აქცია, მაგრამ მიუხედავად ამისა ფაქტის სახეზეც არის. ღმერთს მადლობა, რომ ქაფში ზაფხულში არ მოიპოვება, თორე წარმოიდგინეთ, რა სურნელი დატრიალდებოდა ქალაქში. მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ამ ქარხნების მუშაობა, ამის ნარჩენები ჩაედინება რიონში და გარკვეული ნაწილი პალიასტომში. თქვენ შეგიძლიათ ეგერ გადაამოწმოთ მთელი პალიასტომი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დამპალია და ცისარტყილნასავით არის. ესეთი ფერები აქვს პალიასტომს. კოღოი იმდენადაა მომრავლებული, ყოველგვარ მოტივაციას უკარგავს დამსვენებელსა თუ ტურისტს აქ ჩამოსვლისა და დასვენებისა. ჩვენ შეხვედრებს ვატარებდით, დავდივართ კარდაკარ, აგერ მაგალითს მოვიყვან აიეტში მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც რამოდენიმე წელია ითხოვენ ელემენტარულს, პატარა ბავშვებისთვის დასასვენებელ მინისკვერს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ისიც არ არის დღემდე ესეთ მდგომარეობაში ვართ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია პრობლემებისა, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. დიდი მადლობა. ჩვენ სტუდიაში მყოფებიან თქვენი თანამოაზრეები, მე მინდა მათ მივმართო, რატომ უნდა დაუჭირონ ამ მომრჩევლებმა მხარი თენგის ჩაკვეტაძეს და არა მის რომელიმე ოპონენტს. ძალიან საინტერესოა თქვენი პოზიცია, თქვენ შეგიძლიათ ახლა ამის შესახებ ვისაუბროთ. ბატონ შოთა, გისმენთ, რატომ უჭერთ მხარ თენგის ჩაკვეტაძეს? ჯერ პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თენგის ჩაკვეტაძეს გამარჯვების შემთხვევაში ფოთისთვის ბევრი რამ სასიკეთო გაკეთდება. პირველ რიგში ეს არის ფოთელი ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი, განათლებული და უყვარს თავისი ქალაქი, თავისი ქალაქის პატრიოტი ადამიანია. მე მას როგორც სიტყვის კაცი ისე ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რასაც დაპირდება ამ მომრჩეველს, მას შეასრულებს. და იმედი მაქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს თენგის ჩაკვეტაძე. დიდი მადლობა. ქალბატონო ქეთევან, თქვენ რაც გვეტყვით, თქვენ რატო უჭერთ მხარს ბატონ თენგის? ჩვენ იმიტომ უჭერთ და მოუწოდებთ მოსახლეობას დაუჭიროს მხარი, რომ თენგიზი არის უკეთესი. ეს ჩვენი პარტიის სლოგანია სიტყვა უკეთესი. ის არის კეთილშობილი და ძალიან სუფთა პატიოსანი ადამიანი. მე არ მინდა სხვებს წავართვა სათქმელი, შემიძლია დილამდე ვილაპარაკო მასზე. ის იმდენად კეთილშობილია, რომ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო 2008 წელს. ძალიან ბევრი სიკეთე აქვს, დაჭრილი ჯარისკაცები, უპატრონო როგორ არავინ არისოდა ჯარში მყოფი დაჭრილი ბიჭები, ქირურგები, ის სამედიცინო დახმარება, ყველაფერი მის კისერზე გადავიდა, არავინ არისოდა ვინ იყო ის ლამაზი ბიჭი. ესე კითხულობდნენ ჰოსპიტალში. ბევრი ისეთი საპატივცემულო ადამიანი ქალაქისათვის გარდაცვლილა და თენგოს უსიტყვოდ გაუღია დაკრძალვის თუ რაიმე ისეთი ხარჯები, რომელიც ქალაქს უნდა გაეღო. ის არის უზომოდ შეყვარებული ჩვენს ქალაქზე, არის პატიოსანი, წესიერი, არ ლაპარაკობს ზიზღის თენით. ბევრი შეხვედრა გქონდა ჩვენ და მას არც ერთ შეხვედრაზე არ უხსენებია ცუდად მისი კონკურენტი. ამიტომ მოუწოდებ ფოთელებს ხმა მიცეთ თენგის ჩაკვეტაძეს. დიდი მადლობა. ბატონო ზურაბ, თქვენ რას გვეტყვით? გამარჯობათ, მოგესალმებით. მეც იმიტომ უჭერ თენგოს მხარს, რომ დიდი ხანია ჯერ ერთი ვიცნობ, ოჯახის ახლობელიც ვარ.
ჩემ თვალწინ გაიზარდა თენგო და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდი ვიცი. ეს ადამიანი უაღრესად პატიოსანი ადამიანია და გვერდში ამოდგომა იცის ბოლომდე. არასდროს არ მიუტოვებია არც ერთი მისი, არც ნათესავი და არც მეგობარი გაჯვრების დროს. ამ პატიოსნებამ შეიძლება ჩვენ რამე სიკეთე მოგვიტანოს. მე იმედი მაქვს, რომ თენგო ჩაკვეტაძის გამარჯვების შემთხვევაში ფოც მართლა დაეტყობა რამე. არც დახამებულია ფულს, თანამდებობას, არაფერს იბრძვის იმისთვის, რომ ფოთი გახადოს უკეთესი. და ეს სლოგანიცაა ამ პარტიის და მე რა ვიცი, მთელი სულ და გულით ხარს უჭერ ამის გულისთვის. დიდი მადლობა ბატონო გენადი თქვენს გეტყვით. მოგესალმებით. მე ალბათ დევნილთა პოზიციით გამოვალ, ვიცი რომ თენგოს ესმის ჩვენი გაცნობიერებული აქვს ეს პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია. მას დედა აფხაზეთიდან ყავს, მეუღლეც აფხაზეთიდან არის, ამანაც განაპირობა მისი სიახლოვე ჩვენს პრობლემებთან. მე მახსოვს პირველი დღიდანვე, როცა დევნილები გამოჩნდნენ ბოჩი, მის სახლში 27 დევნილი იმყოფებოდა და ჩემოზურად ამემოწმები ყველანი სანამ გზაზე არ დააყენა მისმა ოჯახმა, ყველას უპატრონა მისმა ოჯახმა. ამდენად მისთვის მტკივნეულიც არის და ახლობელი არის ეს პრობლემები, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ამიტომაც მე მივმართავ იმ დევნილებს, ვინც მე მიცნობენ ჩემს ყოფილ სტუდენტებს, რომ ეს არის ის პიროვნება, რომელიც მათ მოусმენს, გაითავისებს მათ პრობლემებს და ამას შეხვედრებზე როცა ხვდებით დევნილებს, ხედავ რა, რომ როგორი ყურადღებით უსმენს თენგო მათ და მათ პრობლემებს, რომლებიც მან დიდი ხანია იცის, რომლისთვისაც მან გადადგა ეს ნაბიჯი, რომ ის ყოფილიყო ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი. და ერთი თამამად შემიძლია უთხრა ფოთელებს, აი ღირსეულ ფოთელებს, ну ეს ავიც არავინ არ ამბობს ამას. თენგო იქნება პირველი დეპუტატი, ვინც ისე ფოთში დაბრუნდება. ყველა გაგვიქცა, კი იცით, ყველა ყოფილი დეპუტატი თბილისში დარჩა, არც ერთ არავის არ უნდა უკან დაბრუნება. ფოთში დაბრუნდება თენგო, ფოთში ანგარის ჩამოიტანს და ეტყვის ამომრჩეველს, აი რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა. ჩვენი ყოფილი დეპუტატები ჩამოსვლიცაც არ გადრულობენ, ანგარის კი არა, აი ჩამოსვლასაც არ გადრულობენ, რომ გვითხრან, აი რატო, აი შეპირებები რაც შეგვირდნენ, რატო ვერ განახორციელდეს, რატო ვერ გააკეთეს. ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ ჩემი თენგოს წარმატებაში, ვიცი რომ ღირსეული ფოთელები მას დაუჭერენ მხარს, იმიტომ რომ ის არის მართლა ფოთზე, ყველა ჩემმა მეგობარმა ხაზი გაუსვა. ეს არის შეყვარებული ამ ქალაქს. და ის ბევრ რაღაცას გააკეთებს, აი შესაძლებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, როცა თუ ჩვენი პარტია უმრავლესობით მოვედით, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ შეპირებას, რაც თენგო იძლევა, ის განახორციელებს. დიდი მადლობა ბატონო გოჩა გისმენთ. მოგესალმებით. პირველ რიგში თენგი ჩაკვეტაძე არის ჩემი მეგობარი. და ხმას იმიტომ უნდა მიცეს ამომრჩეველმა, რომ ჩახედული ადამიანია ფოთის პრობლემებში, განსაკუთრებით გამოყოფდი ფოთელ მებადურების პრობლემებს, ეკოლოგიურ პრობლემებს, ნადირობა თევზაობის პრობლემებს. ქართულ მეთევზეებს განვითარება ჭირდებათ, ფლოტი მოძველებულია და აქვს თენგოს ისეთი გეგმა ფლოტის განახლების და ქართულ მეთევზეების ხელშეწყობის გეგმები ჩამოყალიბებული აქვს, დაწერილი აქვს. მისი დეპუტატად გახდომის შემთხვევაში ყოველი ფოთელის და ყოველი ფოთელი მებადურის ხმა პარლამენტში გაიჟღერებს და გადაწყვეტს ამ თემას. პირადად ღირსეული ადამიანია, პატიოსანი ადამიანია და მე მგონი დეპუტატი უფრო კარგი იქნება ოპოზიციიდან იყოს, ვიდრე სამთავრობო გუნდიდან. იმიტომ რომ დიდი მადლობა. ბატონო ვლადიმერ ბზანეთ. მოგესალმებით. ეხლა ბევრი ლაპარაკეს თენგოს პატიოსნებაზე. ფოთი პატარა ქალაქია, თითქმის ნახევარ ფოთზე მეტი იცნობს ამ კაცს და ჩვენ მეგობრებს ტყუილ რო არ ვთქვიათ, ეს აგერ ფაქტია.
მე ამ კაცს ვიცნობ 4 წელია და მაშინ ვნახე სულისკვეთება, ისეთი მებრძოლი სულისკვეთება, რომელიც ქართველებში უკვე მიძინებულია რა, ბევრ ქართველში. ხო და მე ვიცი რომ ეს კაცი გამოაღვიძებს ამ ხალხს, გამოაღვიძებს იმით რომ ეს კაცი არის ჩართული ჯერდი და ყველაზე მთავარ თემაში. რაც შეეხება ვეტერნებს. ვეტერნების საკითხი საერთოდ დავიწყებულია საქართველოში და პატივს მიაგებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყნად გადავლიან. ხო და ეს კაცი ის კაცია, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, როგორც მოგეხსენება, ჩვენ პარტიას აქვს კანონ პროექტი, რაც შეეხება ვეტერნების საკითხს, მაგათ მომავალზე. და მე ვიცი დარწმუნებული ვარ, ეს კაცი ამას გაიტანს ბოლომდე, არ დაიშურებს არაფერს. და ვიცი რომ ეს კაცი უკან იხედება კიდევ მის გავლილ ცხოვრებას უყურებს, მის გავლილ ცხოვრებაში რა გაკეთებული და რისი გაკეთება შეუძლია. ესაა ის კაცი და იმოქმედებს იმისთვის რომ უკეთესობა იქნეს პოჩი. ხო და ფოთი კარიბჭეა საქართველოს კარიბჭე, მარტო საქართველოს არა, კავკასიის. ხო და ალბათ კი არა მე იმედი მაქვს რომ თენგო ის კაცი იქნება რომელიც პირველი დაიწყებს უკეთესისკენ სიარულს ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენ ფოთელებთან ერთად და მივახცევთ გამარჯვებას მაგასთან ერთად ალბათ დიდი მადლობა ბატონ ზიმული გისმენთ მოგესალმებით ყველას მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი აფხაზეთიდან დევნილი თენგოს ჩვენ უჭერთ იმედონ ხმას თენგო არის პატიოსანი ადამიანი რომელიც ჩვენ ვენდობით მაგას დევნილები მე სულყოფით ლაპარაკობ ამას სადღაც ჩვენ დევნილები 70% თენგოს დაუჭერთ ჩვენ ხმას ჩვენ ჯერავ მაგისი და ფოთელებსაც ჯერავს მაგისი რომ თენგო არის პატიოსანი ადამიანის, დილობიანი ადამიანის, დილობით ოჯახიდან მოდის და ამის იმედი გვაქვს ჩვენ თენგოსგან, იმიტომ უჭერთ ხმას. დიდი მადლობა ბატონო ანზორ გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. დღევანდელ დღეს, როდესაც ამორჩეველი უპირველესი ის პრობლემით კი არა, იმედ გაცხრუებულია და ეს იმედ გაცხრუება სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ამდენად გაცემული წინა ხელისუფლების მიერ, ამ ხელისუფლების მიერ უხვად გაცემული დაპირებები არ შესრულდა. აი ეს ნიჰილიზმი, ის რომ დღეს უმეტესობას ვერ დაუდგენია ვის მისეს ხმა, ვის დაუჭიროს მხარი. მე ყველას მოუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებს ჩვენი ფოთელი ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან ნები შემოერთებულია და მათაც იგივე პრობლემები აწუხეთ როგორც მთლიანად საქართველოს. ამიტომ მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ არჩევანი. მათი ამ მოსვლით და ამ არჩევანით ნამდვილად საქართველოს და ის რომ დღეს წყდება საპარლამენტო არჩევნები და ბედი ის მიმართულება, რა მიმართულები და რა გზით უნდა იაროს საქართველოს, სწორედ მათ ხელშია და მით უმეტეს იმ ფოთელ ამორჩევლებს, რომელსაც გულის შესტკივა ამ ქალაქისათვის უპირველეს რიგში თვითონმა გაიაზრონ თუ ვინ, რანაირად და რას ეს პიროვნება თენგის ჩაკვეტაზე არ არის მის სულს უკან კლანი არ არის ის სუფთა ფურცლით მოდის პოლიტიკაში და მხარი დაუჭირონ ესეთ ადამიანს ჭეშმარიტად ფოთელისთვის ფოთის გულშემატკივარ ადამიანს ასე რომ ყველას თხოვ მოვიდნენ არჩევნებზე და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. დიდი მადლობა. ბატონო თენგო, თქვენ ინტენსიურად ხვდებით ამომრჩევლებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ვიცით, აი რაზე გესაუბრებიან ეს ადამიანები, რა არის დღეს მათი მთავარი პრობლემები? უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ გუნდს, ჩემი შეფასებისთვის, ამდენი ქათინაური რაღა დაგიმამო და ერთდროულად არ მომისმენია და ცოტა უხერხულადაც კი გრძნობ თავს. რაც შეეხება ჩვენს ამორჩევლს, აგე როგორც წინათ აღვნიშნეთ, ჩვენ სისტემატურად ხვდებით ჩვენ ამორჩევლს და აგერ აიეტის ცხოვრებდევნილების თემა კი გესაუბრეთ და არ მინდა რო არ შევეხო აი გურულებსაც.
გურულების თემას. აი, შეხვედრებზე ვიყავით. აი, გზების მოხრეშვისა, განათებისა, აი ამ პრობლემებს თავი რო დავანებოთ, ხალხს ელემენტარული წყალი არ აქვს, აი სასმელი წყალი არ აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ რა გაუსაძლეს მდგომარეობაში არიან ისინი. თორე ეგ გარეთ განათებისა და ეს პრობლემად არ მიაჩნიათ. ჭაბურღილი აქვს ერთ ადამიანს და ეს ხალხი თვითონ აი კუთხეში მაცხოვრებელი მიდის, ესეთი დგას ძალიან დიდი რიგი და ესეთნაირად ეზიდებიან აი ამ წყალს. გარდა ამ პრობლემისა, რა პრობლემებია კიდევ გურიაში? აი რის მოგვარებასაც პირველ რიგში შეეცდები თქვენ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში. რომელს გამოგვთ? უკაცრავად რაც შეეხება აი ჩვენი მოსვლის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა მე მინდა მართლა რომ აი ხელი გულზე დავიდო ისეთნაირად თქვა რომ აი მე და ჩემი გუნდი აი ზუსტად ნამდვილად რომ სუფთები ვარ და სუფთა ხელებით მომდივართ და ისიც მესმის რომ აი ხალხს ბევრჯერ გაუცრუდა იმედები არა მარტო ხალხს ისევე მეც და აი ზუსტად ჩვენი მოსვლით გვინდა რომ აი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი ეკონომიკის, უკეთესი ცხოვრების, თავისუფალი გარემოსა და ცხოვრების დონის ამაღლების საქმეში. და თითეული ჩვენთაგანის, ისევე ჩემი მიზანია რომ ჩვენ მომავალ თაობას დავუტოვოთ ერთიანი, ძლიერი და ნამდვილად ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მშობლიური ქალაქი. ბატონ თანგო, თქვენ გურიის პრობლემებიდან ყურადღება გაამახვილეთ წყლის პრობლემაზე. ხუთის შემთხვევაზე რაც გვეტყვით, აი რას ამბობენ? ყველაზე მეტად რა აწუხებს ამ ადამიანებს და რა არის ის საკითხი, რომლის მოგვარებასაც პირველ რიგში შეეცდებით პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში? ფოთის პრობლემებს რაც შეეხება, როგორც თავიდან აღვნიშნე, იგივე მინდა დავამატო, რაც იმ ჩამონათვლისა, იმ რაც შეეხება იმ გადამამუშავებელი სუნის გარდა, აი ამ უმუშევრობის გარდა, კიდე დავამატებდი იმას, რომ აი უკვე 10 წელია ნავსადგურში იცლება ალუმინის ოქსიდი, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მაღალ რისკს ქმნის მოსახლეობისა, რაზეც ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. არის კიდე ის პრობლემები, რომ თითოეულ ჩვენთაგანს მე ქალაქში არ მეგულება იმისთან ადამიანი, ვისაც საბანკო დავალიანება არ ქონდეს ზურგზე მოდებული. თუ გინდ აი აქ მჯდობა ადამიანებსაც, რომლებიც აი უშუალოდ არიან როგორც მევახშეები ისე აი მცირე და საშუალო ბიზნესი საერთოდ ვითარდება აი ბანკების დახმარებით და აი ამ შემთხვევაში როგორ აი მცირე და საშუალო ბიზნესის ადამიანი აი საბანკო დავალიანება როა იყოს ის უკვე განწირულია. თითოეული ჩვენთაგანი უკვე მუშაობს არა თავისი ოჯახისთვის, არამედ უკვე ბანკისთვის. აი ძალიან დიდი პრობლემებია. თითქმის მასიურადაა ეს პრობლემები. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან, თქვენც ხშირად ბატონ თენგისთან ერთად ხვდებით ამ მომრჩევლებს, აი რომელ პრობლემებზე გაამახვილებთ ყურადღებას, როგორ მიგაჩნიათ, აი რა არის პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ბატონმა თენგიზმა? გისმენთ. თენგო ოჩი უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველა უბანში ერთი და იგივეა, ეს არის უმუშევრობის პრობლემა, როგორც მთელ საქართველოში ისე. ჩვენ გუნდს აქვს შექმნილი ეკონომიკური პროგრამა, რომლის მთავარი დევიზი არის განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. სანამ არ ამუშავდება პატარა მინი ქარხნები თუ ფაბრიკები, ეკონომიკა არ დაიწყებს ზურას უკეთესობისაკენ, მანამდე ეს პრობლემა არ მოგვარდება და ყველაზე კიდევ მეორე, რომელსაც მარტო თენგო და 1 და 2 პარლამენტარი ვერ გადაწყვეტავს, ესაა უსამართლობის შეგრძნება. სასამართლო ისევ არაა თავისუფალი. უამრავი შემთხვევა გვაქვს ჩვენც პარტიაში 5 უდანაშაულო ადამიანი, ალბათ იცით, ცნობილი კაბელების საქმე ირაკლი ალასანიას დაჟის მიზნით ზის 5 უდანაშაულო ადამიანი. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ისევ იმ ადამიანებს შეუგდეს ხელში, ვინც გირგვლიანის საქმე და სულხან მულაშვილის საქმე ასე უკანონოდ გაასამართლა და
ყველა ფოთელის პრობლემა და მთელი ქართველი ხალხის პრობლემა მე მგონი ესაა და ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრამა, რომელიც ამ კვირაში დაიდება, ჩვენ ასე მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ჯანდაცვის პროგრამა უკეთესია, განათლება, როგორ შევქმნათ, ეხლა აქ ვერ ჩამოვყვებით, მაგრამ ჩვენი პარტიის დევიზია, სანამ ეკონომიკა არ გახდება უკეთესი, ჩვენ ვერ გვექნება უკეთესი ცხოვრება, უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება. დიდი მადლობა, ბატონო გენო, თქვენ რომელ პრობლემაზე გაამახვილებთ ყურადღებას და რა იქნება თქვენი რეკომენდაცია, გნებავთ თხოვნა. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რა პრობლემებზე უნდა გაამახვილოს ბატონმა თენგიზმა ყურადღება? Ну, რა თქმა უნდა, რაც ყველა ფოთელს აწუხებს ეს უმუშევრობის პრობლემა, ну, იცით ეს მადაღებული თემაა, მაგრამ არაფერს ხელისუფლება არ აკეთებს. ჩვენი ახლანდელი ხელისუფლება, ну, ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. და ბატონმა თენგიზმა რა უნდა გააკეთოს? ბატონმა თენგიზმა უნდა ჩააყენოს ყველა საქმის გულში ისეთი კანონ პროექტები უნდა მიიღონ, რომ ხელი შეეწყოს, როგორც კეთილმომძანა მცირე ბიზნესის განვითარებას, რომ ხალხი დასაქმდეს, დევნილები დასაქმდნენ, ძალიან ბევრს პირდებოდნენ, მაგრამ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ვინც მუშაობდით დევნილები ისინიც ქუჩაში გაგვიშვეს ამ ყბადაღებული კონკურსის ჩატარებით, არავითარი კონკურსი არ ჩატარდა და დევნილთა 1%-იც არ არის დასაქმებული. ამხელა დასახლება ავაშენეთ, მადლობა ამისთვის იმ საზღვარგარეთ სპონსორებს, ვინც ეს აუშენა ამ ხალხს, მაგრამ იკითხეთ, რამდენია იმ დასახლებიდან დასაქმებული. არც ერთი ადამიანი არ დაუსაქმებია ამ ხელისუფლებას, აი ჩვენ, მე დევნილებზე ვლაპარაკობ. ესევეა ჩემი ფოთელები, ესევეა იგურიის ის სოფლები, სადაც გვიწევს შეხვედრები. უმუშევრობა არც ერთი პატარა წარმოება აქ არ შექმნილი. ვინც მუშაობდით პარტიიდან, ყველა გაგვანთავისუფლეს, არც ერთი თავისუფალი დემოკრატი არ მუშაობს. ნუ ამაზე უნდა ითქვას. ანუ საუბრობთ პოლიტიკურ ზეწოლაზე? ну, დასკვნები მომინდვია აგერ ამომრჩევლისთვის. არც ერთი თავისუფალი დემოკრატი სამსახურში არა ვარ. კარგი, დიდი მადლობა. საჯარო სამსახურში არა ვარ. სახლში ყველანი მუშაობს. დიდი მადლობა. ბატონ თენგიზ, რამდენად თავისუფალ გარემოში გიწევთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება? არის თუ არა ზეწოლა ვინმეს მხრიდან, აი რამდენად თავისუფლები ხართ? არა, ჯერჯერობით. ხელი შეშლას ხო არ ქონია ვთქვათ ადგილი? არა, ჯერჯერობით მაგას არ უჩივით. ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის საარჩევნო. ბატონი თენგიზის ის არის პრინციპი, რომ ის არ არსებობს ცუდი თქواس ვინმეს. თქვენ გითხარით თუ აქვს ასეთ მე მაგალითად ვიცი, რომ ბაღის მასწავლებლები დაიბარეს ცალკე, სკოლის მასწავლებლები დაიბარეს ცალკე და უნდა მისცენ სახელმწიფო კანდიდატს ხმა, ნუ ესენი რა ეს ქალაქისთვის ყველა მისცეს ქალაქში. ესეთი რაღაცა. ჩვენ ოფისი მეხუთე შესაძლებლობის შემდეგ ავიღეთ ის. სადაც ვართ ახლა. იმიტომ რომ ეშინოდათ ხალხს, აუ სამსახურით დავკარგავთ, ვინც მუშაობდა. ოფისები რა მივიდოდით, შეგვირდებოდნენ და მეორე დღეს უარს გვეუბნებოდნენ ოფისის მოგირავებას. ჩვენ მართლა არ ვამბობ და არც ვაპირებთ ვინმეზე რამე ცუდი თქვა. მაგრამ როცა ესეთი ფაქტები მომრავლდება, ვიტყვით კი არა? მომახლაც ვიტყვით. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამ მომრჩევლებს, მაყურებლებს, ბრძანეთ ბატონგენ. კი ბატონო, მე უპირველესად ჩემს დევნილებს, ჩემს ყოფილ სტუდენტებს, ჩემს კოლეგებს მიმართავ. თუ მართლა არჩევანია, არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ. ყავს აგერ კაცი ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი, ახალგაზრდა კაცი, განათლებული, იცი ჩვენი პრობლემები და გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი. გამოდით, მოდით არჩევნებზე და აირჩიეთ ის, ვისაც თქვენ გული გირჩევთ. დიდი მადლობა ბატონ ზურაბსკი. მე ასეთ რამეს ვიტყოდი ამორჩეულს მიმართავ, ძალიან ხშირად ტენდენცია არის იმის, რომ წარმატებული ადამიანი უნდა აირჩიონ მაინდა-მაინც და უნდა ხარი დაუჭირონ და მისი ნათქვამი ჭეშმარიტება. ამ დროს გმირები ხდებაო ძალიან უბრალო და პატიოსანი ადამიანები. გმირობას ჩადიან, თავს ირავენ ძალიან უბრალო ადამიანები. მე მოვუწოდებ ჩემ ფოთლებს ხარი დაუჭირონ თენგო ჩაკვედაძეს. იმიტომ რომ ეს არის ისეთივე უბრალო ადამიანი, ვიზეც ახლა გავამახვილე ყურადღება. პატიოსანი, გულანთებული და
ფოთელებზე შეყვარებული ადამიანი. მადლობთ ქალბატონ ქეთქეს. ჩემო ფოთელებო, თუ ცხოვრება გინდათ 7, შემოხაზეთ 27. მადლობა. ისმენს. მე მინდა პირველ რიგში მივმართოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ხარი დაუჭირონ არჩევნებში ამ ახალგაზრდა ადამიანს, რადგან მე ხმარ წამს დამჯერა, რასაც ის დაპირდება მოსახლეობას თავის სიტყვას შეასრულებს. მისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა. დიდი მადლობა ბატონო აზორ, ძანეთ. ყველას მიმართავ ნამდვილად რომ ხარი დაუჭირონ თენგის ჩაკვეტაძეს ის მრავალხილი განვითარებული ადამიანია, მას ესმის როგორც ფოთის პრობლემატიკა, ასევე ესმის მთლიანად საქართველოს პრობლემატიკა, მისი საგარეო და საშინაო კურსი და ყველას ნამდვილად აბსოლუტურად მართლაც რომ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ ესეთი სუფთა ადამიანი მოვიდეს პოლიტიკაში და მან იზრუნოს როგორც ფოთზე, ასევე საქართველოზე და მის უსაფრთხოებაზე, მის მიმართულებებზე. მადლობთ. გისმენთ ბატონო. მე მიმართავ ყველა დევნილებს, ყველა ფოთელებს, ამ აპატიოსან ადამიანს ხმა დაუჭიროთ. კიდევ დრო გვაქვს ყველას, რომ ვიფიქროთ. და თან ხმა დაუჭიროთ თენგო ჩაგვედაძეს. დიდი მადლობა, გისმენთ ბატონო ვადიმე. ძვირფას ფოთელებს ვეტყვი იმას, რომ ვეტყვი კი არა ვთხოვ, ყველა მოვიდეს არჩევნებზე. ხო და ხმა მისცეს იმ კანდიდატს, ვიზედაც გული ეტყვის რა, მაგრამ მე ჯერა რომ მაინც თენგის ჩაკვეტაძეზე შეჩერდებიან. ხო და 27 შემოხაზავენ, ხო ქალბატონო ქეთინი, რომ იყვნენ, რომ 7-ად იყვნენ. ბატონო კოჩა. მე მიმართავ ყველა მეთევზე მებადურს ფოთში, მონადირეებს და ვთხოვ ხმამიცენ თენგის ჩაკვეტაძეს. ჩვენ გვაქვს ისეთი პროგრამა, რომელიც თენგო ჩაკვეტაძეს დეპუტატობის გახდომის შემთხვევაში თურქული ფლოტის ის 5 დამჭერი თითო ფირმას რო ჩამოყავს, მინიმუმ 2 გემი იქნება. 3 გემი გამოირიცხება და 2 გემი იქნება და თუნდაც თევზაობა 7, შემოხაზონ 27. დიდი მადლობა, ესე გალექსეს თქვენმა თანაგუნდელებმა, თქვენ ასე ეთქვით მაყურებელს, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენ სამოძრაო. აი ჩვენ თუ ფორმატი მაგის საშუალებას მოგცემს 5 წუთი და მitmit, თუ მაგის საშუალება იქნება. მე მინდა ჩემამრჩეველს ჯერ ჩვენი დაპირება მივცე, თუ როგორ იქნება და ჩემი უპირველესი მიზანია, აი ხალხს დაუბრუნო რწმენა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატი არის და იქნება მხოლოდ მათ სამსახურში და იმისთვის, რომ მათი პრობლემები დროულად მოაგვაროს. და აი ხაზგასმით მინდა ვთქვა, აი ჩვენი მოსვლის შემთხვევაში უპირველესად, აი ხაზგასმით ვამბობ აი ამას. ქალაქის ფართო საზოგადოების ჩართულობით ქალაქს უნდა განესაზღვროს ფუნქცია. მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო უნდა შეიქმნას. თევზჭერისა და მეთევზეების პრობლემა უნდა გადაიჭრას. აი ლობირებას გაუწევდით, აი მონოპოლიების შეზღუდვას. რათა იმ გადამზიდავ კომპანიებში მომუშავე ადამიანებმა გააგრძელონ მუშაობა კონკურენტუნარიან გარემოში. ბიზნესში ეკონომიკური დანაშაულების ლიბერალიზაციას და ამინისტიას. იპოთეკართა დავალიანებათა რესტრუქტურიზაციას და გადავადებას. ბიზნესში უკაცრავად სპორტის, ტურიზმის შეზღუდული პასუხისმგებლობის, დევნილთა პრობლემების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. და ერთს დავამატებდი. ძალიან რა თქმა უნდა, გაქვთ ამ დრო, შეგიძლიათ ბრძანოთ. ჩვენს ამომრჩეველს მიმართავდი თხოვნით, ჩემ გურულებს მიმართავდი თხოვნით და უპირველესად შეზღუდული პასუხისმგებლობის პირებს, რომ აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში, რათა ხმამიცენ თავისუფალ დემოკრატებს მის მაჟორიტარ კანდიდატს თენგის ჩაკვედაძეს, რათა მათ ხმამიცენ თავიანთ მომავალს.
დიდი მადლობა. თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატი თენგიზ ჩაპოტაძე იყო გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი თავის თანაგუნდელებთან ერთად. მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის.